ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე საქმის განხილვა გრძელდება. მზია ამაღლობელი პროცესს დისტანციურად ესწრება. იგი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ სტიკერი ნამდვილად გააკრა, მაგრამ დაკავების ოქმში რაც წერია, რომ მან სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ტყუილია. დაკავების ოქმის გაყალბებაზე საუბრობენ ადვოკატებიც. მათი განცხადებით არსებობს ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების დამტკიცებელი ვიდეო ჩანაწერები. ასევე მათი თქმით ვიდეო ჩანაწერში ამაღლობელის დაკავების დროს ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მას სტიკერის გაკვრისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით აკავებენ. დაკავების ოქმის მიხედვით კი მზია ამაღლობელი თითქოს პოლიციელების შეურაცხყოფის გამო 173 მუხლით დააკავეს. საწინააღმდეგო ამტკიცებენ მოწმე სამართალდამცველები. მათი თქმით მზია ამაღლობელი მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციელებს აქციის მონაწილეების დაკავებაში ხელს უშლიდა. სასამართლო პროცესი დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით გრძელდება და იკითხა ადგილზე მომუშავე რამდენიმე ჟურნალისტი, მათ შორის ნეტგაზეთის თანამშრომლები. მათი განცხადებით ამაღლობელის მხრიდან პოლიციელების მიმართ შეურაცხყოფა არ გაუგიათ. მზია ამაღლობელი 11 იანვარს გვიან ღამით აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობასთან ჯერ ადმინისტრაციული წესით 1 საათით დააპატიმრეს. გათავისუფლების შემდეგ კი ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო ხელმეორედ უკვე სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს. მზია ამაღლობელი თავს დამნაშავედ არ ცნობს. იგი პროტესტის ნიშნად 38 დღეში მშილობდა. დავინახე მზია ამაღლობელი, რომელიც დამხმარე ნაგებობაზე, ეს არის აი ჭიშკარი პატარა შენობა, დამხმარე ნაგებობის კედელზე აკრავდა პლაკატს. როდესაც ეს პლაკატი გააკრა, გამოვიდა ჭიშკრიდან გრიგოლ ვესელია, მოკიდა მზიას ხელი, მზია ამაღლობელის ხელი და შეიყვანა პოლიციის დეპარტამენტის ეზოში. შემდეგ მე ვიწყებ საუბარს, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს, მესმოდა ესეთი ხმა, რომ მზია ამაღლობელის ბათუმელების მენეჯერს აკავებ და რა დროსაც დავიწყე დაკავება და უშუალოდ მივედი აი პოლიციის შესასვლელი ჭიშკრებთან და მაგ დროს თან კადრში ჩანს მზია მოყავს აი ვიწყი პოლიციას და გრიგოლ ბესელიას. დავიგონე ვიღაცის ხმა და ამბობდა, ეხლა რატო დაიჭირეთ ეს ქალბატონი, რა დაარღვიაო და 150 მუხლით დავიჭირეთო, ირაკლი დგებუაძის ხმა იყო. სახელმწიფო შენობაზე სტიკერის გაკრავა. წარმოგიდგენთ მოწმეები, ადასტურებენ, რომ უშუალოდ შეეცნენ მაგალითის დაკავების ფაქტს, იმყოფებოდნენ ადგილზე, მაგრამ უკრაინელი ყველამ დაადასტურა, რომ ისინი აქციის მიმდინარეობის უწყვეტად არ იმყოფებოდნენ ხალხის მზია ამაღლობელის გვერდით, რაც კიდევ ერთხელ მივიდეთ იმას, რომ ისინი ვერ დაადასტურებენ იმ ფაქტორის გარემოებას, რომ ქალბატონ მზიას სამართალდარღვევა არ ჩაუდებინა, ყველა მშვენივრად იყო აქცენტი დავის საგანთან და შესაბამისად არ უნდა იქნეს გათავისუფლება.